არ ახყავს სათანადო ტექნიკა. თუ ვინმე მთავრობის წარმომადგენელი ან რაღაც თანამდებობის პირი არ მოისურვებს იქ ასულას, მანამდე იმ გზას იმ ფორმაში არ მოხავთ, რომ სამგზავრო ნორმალური იყოს. ახმეტის რაიონის სოფელ ქვემოალვანის ცენტრში თუშეთის მიმართულებით მომუშავე მძღოლებმა შეპესე თუშეთგზის მუშაობა გააპროტესტეს. 50-მდე მძღოლის განცხადებით კომპანია თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზას მოძველებული ტექნიკით წმენს, რის გამოც წელს თუშეთში შესაძლოა ტურისტული სეზონი ჩავარდეს. ერთი კაცი დაიღუპა უკვე ამ გზაზე. და აი საშიშროება არსებობს, რომ უბრალოდ ოჯახით წამავალი ხალხი შეიძლება კატასტროფის წინაშე ამოჩნდეს და დაიღუპოს და გადავარდეს. იმაზე ვარ შეკრებილი, რომ გავაგებინოთ ეს ჩვენი პრობლემა გამგეობის შუამდგომლობით მთავრობას. სეზონი არის სამთვიანი, 3 თვე, მეტი აღარ არის რა, სეზონურია ეს ტურიზმი და თუშეთში და ისიც რომ ერთი გზის გაფუჭებით და ერთი იმით ერთთვიანი ჩავარდნა მიდის მე ტურიზმის და საერთოდ მუშაობის. მთელი ეს ჩვენი ორი სოფელი მაღაზია ვარ დამოკიდებული, მაგ ტურისტზე ვარ დამოკიდებული და ახედავ ერთი დღე გზა არ არის და ერთი თვე უნდება მის გაკეთებას. ტურისტები არ მიდიან, ეშინია უკვე. გზა არ არისო, საშიშროებაო და უყურადღებობით ეგრევ ჩებით ყველანი. ტურისტული სეზონი რა თქმა უნდა რომ საფრთხის ქვეშ არის. ამოდის ტურისტი უღებს იმ არანორმალურ გზას დებს მე ინტერნეტში და აღარ მოდის ხალხი. აქციის მონაწილეების განცხადებით ტურისტების გარდა დაზიანებული გზის გამო თუშეთში ასვლას ის ადამიანებიც ვერ ახერხებენ, რომლებიც მთაში სასოფლო სამეურნეო საქმიანობას ეწევიან. წინაკვირას წაველით ერთი სუთკა ღამე ბავშვებმა იქათენეს. რო შეიძლება ეგეთი რამე. თუ არ შეუძლია იმ კაცს მაშინ გაანებოს და მისცეს ვიღაც უფლება, რომელსაც შეუძლია გაიმარჯვოს იმ ტენდერში და გაწმიდოს ის გზა. აქციის მონაწილეებს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვდა. ბექა ბაიდაურის განცხადებით ფშაველი ომალოს გზის გასაწმენდად მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში დამატებით ტექნიკას დაიქირავებს. აქციის მონაწილეებმა გამგებელს პრემიერ-მინისტრის სახელზე დაწერილი განცხადება გადასცეს. ეს ხალხი გარკვეულწილად მართალია, იმიტომ რომ გზა შარშანესთან შედარებით ამ ეტაპზე არის შედარებით ცუდ მდგომარეობაში, იმიტომ რომ კლიმატურმა პირობებმა შეაფერხა გზის გაწმენდის სამუშაოები, მაგრამ ეხლაც თუშეთში გადაადგილება შეიძლება, იმიტომ რომ ჩვეულებრივ გადაადგილებიან მანქანები და ასევე ტურისტებს არანაირი საფრთხე არ აქვს თუშეთში ასვლის. მართლა არ უნდა შეფერხდეს ტურისტული სეზონი. ჩვენ მე დღეს პირადად თვითონ წავალ თუშეთში და ჩემი თვალით ნახა უკვე რა მდგომარეობაშია გზა და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ დამატებით ტექნიკასაც ვიქირავებთ და ასევე მთავრობასთანაც შევართ შუამდგომლობით რომ მოგვეხმაროს რაიმე ტექნიკა პრობლემების არსებობის შემთხვევაში. თუშეთში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 25 ივნისს ფესტივალით მზე მოე გაიხსნება.